თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება სხდომა, რომელზეც მოსამართლე ზურაბ კაკაბაძის აღკვეთი ღონისძიების სახეზე იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ყველაზე მკაცრი ზომის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ალტერნატივის სახით გირაოს შეთავაზებას გეგმავს. ზურაბ კაკაბაძე ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს. პროკურატურა კაკაბაძეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ისარგებლა და 2019-21 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ეროვნული ფედერაციის კუთვნილი თანხა. ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, აქვთ მტკიცებულებები საგამოძიებო უწყების საპასუხოდ და საქმეზე ძიება წლებია მიმდინარეობს. კაკაბაძე კი გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობდა. ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვს. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავის სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი 464,496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ კაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. ბრალდების მხარე შუამგლოვს ჩემი დაცვის ყოფის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კაცრად არ აღიარებთ პოზიცია გვაქვს, ალტერნატივის სახით არ გამოურიცხავ, რომ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატივად შევთავაზოთ პატიმრობის ნაცვლად გირაო. თუ რაიმეს, თუნდაც მცირედი თანხა გახარჯული იქნა ბატონ ზურას მიერ, თუ ხაზს უსვავ, ეს მხოლოდ მოემსახურებოდა ისევ და ისევ ფედერაციის ინტერესს და არავითარი პირადი არ მერკანტილური სურვილი არ მომდინარეობდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სამწუხარო ფაქტის ირგვლივ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, დეტალები რა თქმა უნდა ჩვენთვის უცნობი იყო, თუმცა ფედერაციაში იყვნენ მოსულები და საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც გამოითხოვეს, მათ წაიღეს. ეს გამოძიება უკვე რამდენიმე წელია მე მგონი რაც მიმდინარეობს და დღესდილას ჩვენ შევიტყვეთ ასე ტელეეკრანიდან, რომ ზურაბ კაკაბაძე დაკავებულია. ეს იყო მაგ პერიოდზე, იმიტომ რომ სწორედ მას შემდეგ მოვიდა ჩვენი გუნდი ფედერაციაში და შესაბამისად როგორც ხდება ხოლმე მოწვეული იყო აუდიტი, შემდეგ უკვე სახელმწიფო აუდიტი და შემდეგ სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტიც იყო მოსული და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაინტერესდა მერე პროკურატურა.